გამარჯობათ. დღეს მოგიყვებით როგორ ხდება ყოველთვიური აქტივაციის გადახდა კომპანია არგენტში. ჩვენ გვაქვს სტატუსი, ვინც უკვე ხელფასზე ვართ, ვინც უკვე ვიღებ ფულს, ჩვენ გვაქვს სტატუსი, რომელსაც ჭირდება გადახდა. ყოველი თვე ჩვენ სტატუსს ყიდულობთ 30 დღით და ყოველი 30 დღის შემდეგ სტატუსი უნდა გადავეხადოთ, სტატუსის გადასახადი. ამისათვის შევდივართ ჩვენ საიტზე, ეს არის Argent Global Network-ის საიტი და მოვხვდებით აი ჩვენ back office-ში, ხო? გადახდა, როგორც ხედავთ, აი აქ ამ პიროვნებას დარჩენილი აქვს 1 დღე და 16 დღე, როგორც იცით, ტაიმერია ჩართული, როდესაც ჩვენ სტატუსს ყიდულობთ და თვითონ გვეუბნება, რომ აი უკვე დროა გადახდის. ჩვენ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, შეიძლება დაგვავიწყდეს, მაგრამ მოვასწროთ და იმავე დღეს გადავეხადოთ, თუ ვერ გადავეხადეთ, იმ დღის ფულს ვერ მივიღებთ, რასაკვირველია. ამიტომ თავი რომ დავიზღვიოთ, ჩვენ წინასწარ ვიხდით. ანუ რომ დაინახავთ, რომ დარჩა 1-2 დღე, დადეთ ფული გამომშავებული თანხიდან, ეს არის გამომშავებული თანხა თქვენი და კომპანია ავტომატურად, აი როდესაც ეს ბოლო წამამდე მივა, ავტომატურად დაგისვამთ ისევ 30 დღეს. ძალიან მოხერხებულია წინასწარი გადახდა. გადახდას ვაწარმოებთ, ეს არის მენიუ, როგორც იცით, membership-იდან, აი აქედან ხდება გადახდა. ვაწკაპუნებთ membership-ზე და გამოდის, შევდივართ, აი გამოდის ასეთი პანჯარა. ეს რაც გამოვიდა, არის მათთვის, ვინც ამოწურა თავისი უფასო პერიოდი, უნდა გახდეს ვერცხლი და უნდა გადაიხადოს პირველად, მათთვის არის. ან და თქვათ არის ვერცხლი, უნდა გახდეს ოქრო ან ბრილიანტი, ასე ვთქვათ. აი აქ select upgrade არის ჩამოშლის და აი ეს პანჯარა არის მისთვის. ჩვენ უფრო დაბლა ჩამოვალთ, წინასწარი გადახდა არის უფრო ქვემოთ, ჩამოვალთ დაბლა და აი აქ იმავე პანჯარაში ვიღოთ ქვემოთ არის აი როგორც ხედავთ წინასწარი გადახდის ფუნქცია. წინასწარი გადახდა ხდება აქედან, ანუ პირველი რასაც ვაკეთებთ, აუცილებელია რა სტატუსი გვინდა, უნდა ავირჩიოთ, აი აქედან ჩამოვშლით და ვირჩევთ სტატუსს. ჩავსვით ჩვენ რომ გვინდა სილვერი, ანუ ვერცხლი, როგორც იცით, ვერცხლი ყველაზე იაფია და ვერცხლის სტატუსი ღირს თვეში $10. ჩავსვით ვერცხლი და ეხლა უნდა ჩავსვათ რამდენი ხნით გვჭირდება, რამდენი ხნით ვიყიდით, არის სხვადასხვა ფუნქცია. შეგვიძლია ვიყიდოთ ვერცხლი 30 დღით, 60 დღით, 90 დღით, 1 წლით. ეს იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ აპირებს მუშაობას და რამდენი აქვს საშუალება გადახდის. ყველაზე მოხერხებული ვარიანტი არის 30 დღით ყიდვა. არ არის ძნელი, $10 გადაიხდით და ყოველ 30 დღეში ერთხელ აი იგივე პროცედურას ჩაატარებთ. ამიტომ ყველას გირჩევთ, რომ ყოველთვის 30 დღით იყიდოთ სტატუსი. როგორც ხედავთ, მანამდე ვიდრე ჩავსვამ, რამდენი დღით მინდა ყიდვა, ვერცხლი ჩასმულია, რამდენი დღით და 0-ია ჯერ აქ, რამდენი გადასახადი. აი ახლა მე როგორც კი ჩავსვავ 30 დღეს, თქვენ დაინახავთ, რამდენი თვითონვე დაგვიწერს, რამდენია უკვე გადასახადი. აი ეგეთ ჩავსვი 30 დღე და თვითონვე დამიწერა, რომ $10 მაქვს გადასახადი. შემდეგ უნდა ავირჩიოთ ტიპი გადახდის, რითი ვიხდით. ვიხდით ჩვენი გამომშავებული თანხიდან და აი აქ, აი იმ რგოლში აუცილებლად უნდა ჩავაწყაპუნოთ. ჩავაწყაპუნეთ რგოლში და ამის შემდეგ, აი როდესაც ეს ყველაფერი უკვე მზადა, ვაწყაპუნებთ აი ამ ლურჯ ღილაკზე, რომელიც გაჩნდება იმის მერე, რაც ამას შევავსებთ. ეს ლურჯი ღილაკი ვაწყაპუნებ ლურჯ ღილაკზე და მოხდა გადახდა. მაღლა ტაიმერის ქვეშ დაინახავთ ამოვტივტივდება მწვანე ხაზი, რომელიც მერე მალევე ქრება, სადაც მადლობას გვიხდიან გადახდისათვის. აი ეს მადლობა აუცილებლად უნდა იყოს და ასევე აი თანხას, როგორც ხედავთ, იყო $30 და მოაკლდა $10, დაიდო წინასწარ გადახდაზე. დაგვრჩა $20. შემდეგ აი შუაში გაჩნდება აი ესეთ ღია იასამნის ფერფონზე გაჩნდება ესეთი წარწერა, რომ ჩვენ წინასწარ გადავიხადეთ
და აი აქ დევს. Ну შეიძლება ადამიანმა ვინმემ გადაიხადოს თქვა 2 თვის, 3 თვის და მერე გადაიფიქროს. აი აქ არის ამ ფუნქცია, აი ამის დაჭერით შეგვიძლია ეს ფული უკან დავაბრუნოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გადავიფიქროთ რამოდენიმე თვით გადახდა, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ გადავიხადეთ მინიმალური გადასახადი 30 დღეს და ამიტომ ეს იქნება გაჩერებული ბანამდე, მანამ არ მოგვიწევს ტაიმერით ახალი გადახდა. ანუ მანამ არ გავა 30-ში, მომავალი 30 დღე. აქ წერია რიცხვი, როდის გადავიხადეთ და ასე შემდეგ. გამოვდივართ ბექ-ოფისიდან, ასე ხდება გადახდა, არ გადააცილოთ დროს, აუცილებლად გადაიხადეთ, უადვილესია გადახდა და ეს ვიდეო მოგეხმარებათ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.